მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ბირჟაზე კაკაოს ფასი 200%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და დღევანდელ დღის რისკს წარმოადგენს. კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებული, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ვითარებას კიდევ განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს, ამან კი სწორედ ამ 200%-იან გაძვირებამდე მიგვიყვანა. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განასა და კოტ დიუარში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკაოს აწარმოებენ, ელ ნინოს გლობალური ფენომენის გამო ნიადაგი ზედმეტად გამოშრა, ამან კი კაკაოს მოსაბალი მნიშვნელოვნად დააზიანა. ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375,000 ტონა იქნება, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს ცხადია შოკოლადსა და ტკბილეულზე კოლოსალურად იმოქმედებს და მათ გაძვირებას გამოიწვევს.